ახლა მეტი სასიამოვნო ურთიერთობა, მეტი ქალური ლოგიკა. რადიო იმედის ეთერშია შეულების სახალხო შოუ 17:17. ქალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშეა ნანუკა გულოვას მომხიბლავი ხუთშაბათი. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და რადიო მაყურებლებო, ეთერში ვართ, დავუბრუნდით მცირეოდენი საახალწლო პაუზის შემდეგ, კიდევ ერთხელ გილოცავთ უკვე გავლილშობა ახალ წელს, რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო, ძალიან ლამაზი, ძალიან ჭკვიანი, ძალიან მხიარული და პოზიტიური გოგოთი დაგიბრუნდით დღეს, კარგი ისეთ მოbrunება გვაქვს ახალი წლის შემდეგ, სოფო არდი არის ჩემი სტუმარი, რომელიც ბევრმა იცოდა, ცეკვავენ ვარსკვლავებამდე, მაგრამ აი ესეთი მასშტაბური პროექტი ჩვენი იმედზე განახლდა, რომელსაც ყველა ველოდებით ხოლმე, რომ ვინ იქნება მონაწილეები, როგორი იქნება, როგორი გრანდიოზული იქნება და რა თქმა უნდა, როგორც ჩვევია ხოლმე, ესეთი გრანდიოზული სტარტით შემოგვიერთდა ჩვენთვის ძალიან საყვარელი ვარსკვლავებით და მათი არაჩვეულებრივი პარტნიორებით. სოფო ძალიან მაინტერესებს პირველ რიგში, როგორ მიიღე შემოთავაზება, აქედან დავიწყოთ და გინდოდა არ გინდოდა დიდხანს აი ასე ვთქვათ ხდებოდა მოლაპარაკება თუ მალევე დათანხმდი და ყველაფერი გვაინტერესებს ჯერ პროექტის შესახებ. მოგესალმებით პირველ რიგში გილოცავთ ყველაფერს. მიხარია დღეს აქ თქვენთან ერთად რომ ვარ. პროექტში მონაწილეობას მალევე დავთანხმდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი მინდოდა ამ პროექტის ნაწილი ყოფილიყავი, თუმცა რა თქმა უნდა გააზრებული მქონდა რა სირთულეებთან იქნებოდა ეს ყველაფერი დაკავშირებული. დაწყებული ემოციური სტრესით, დამთავრებული ფიზიკური აქტივობების დაუსრულებლობით, მაგრამ როდესაც ხარ ასეთი ჭკვიალა ფერადი პროექტის ნაწილი, როგორც მინიმუმ ბედნიერი უნდა იყო და მე ბედნიერი ვიყავი, რომ ამ პროექტის ნაწილი ვიყავი, თუმცა არც ისე დიდი ხანი. არც ისე დიდი ხანი, მაგრამ ეს ჩვენთვის არც ისე დიდი ხანი, იმიტომ რომ სულ რაღაცა 2 ეპიზოდი ვნახეთ, შენი შესრულებით თუ 3 ეპიზოდი ვნახეთ, მაგრამ შენთვის ეს უკვე ძალიან გრძელი გზა არის, იმიტომ რომ გზა იყო კი, იმიტომ რომ იქამდეც რეპეტიციები რა თქმა უნდა სადღაც 1 კვირით 10 დღით ადრე ქონდა დაწყებული და ამ ყველაფრის უკან ძალიან დიდი შრომა არის ის რომ შევასრულოთ წუთნახევრიანი ცეკვა, რეალურად საათები გჭირდება რომ ამ ყველაფრისთვის მოვემზადოთ. სოფო გადადე შენი პირადი საქმეები, ყველაფერი, შენი წიგნები ჩაკეცე, შენი ფოლდერი ასე ვთქვათ ჩაკეცე, სადაც დარწმუნებული ვარ რომ რაღაცა გრანდიოზულ სიახლეს გვიმზადებ, როგორიც უკვე შემოგთავაზეთ, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ ჩვენს ბესტსელერზე. ვილაპარაკოთ ამ ყველაფერს, როგორ მიიღე შემოთავაზება, ანუ ნოემ დაგირეკა თუ შენ თვითონ აი როგორ მოხდა ეს ყველაფერი, როგორ გაახსენდით, რა კარგია რომ გაახსენდით. თავიდან მიმოწერით დაიწყო ყველაფერი. მე მივედი ტელევიზიაში, რეალურად რაღაცეებზე თავიდან ვისაუბრეთ, თავიდანვე არ იყო პირველ წამს შემოთავაზება, მაგრამ რამდენიმე დღის მერე უკვე ჩემგანაც და ნოესგანაც იყო დასტური და ბევრი არ მიფიქრე სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ მინდოდა ძალიან კი, რა თქმა უნდა. ესეთი შანსი ვფიქრობ, ესეთი შესაძლებლობა, როდესაც ხარ ესეთი პროექტის ნაწილი, არ ვიცი, ცხოვრების განმავლობაში ალბათ ან მექნება, ან არა ესეთი ემოციები. ზოგადად ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაცა მიცდია, მithქვამს კიდევაც პროფაილებში, რომ პარაშუტითაც გადამხტარვარ, ცხენზე ჯირითი მიყვარს, სერფინგი ოკეანეში, ყველაფერი მიცდია მართლა, მაგრამ ეს პროექტი იმდენად განსხვავებული ემოციური კუთხით, რომ ვერაფერს ვერ შეიძლება ნამდვილად. კარგი ადრენალინი მიიღე, ცოტა რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცოტა, მაგრამ შენთვის დარწმუნებული ვარ საკმარისი. რა არის ყველაზე დიდი სირთულე? ემოციური სირთულეზე მე გადავიდეთ, აი ფიზიკური აქტივობა. თითქოს შენ ისეთი აღნაგობა გაქვს და ისეთი ცხოვრების წესი გაქვს, რომ მზად ხარ რაღაცა სრული დატვირთვისთვის, ესე მგონია და მაინც რთული აღმოჩნდა. ალბათ ვერაზროს იქნები, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ადამიანები შეჩვეული ვართ ალბათ დღეში 1 საათს ვარჯიშს, არ ვიცი, 2 საათი ალბათ მაქსიმუმ და აქ როდესაც გიწევს დღეში 12 საათი ცეკვათან ყოველ დღეს საერთოდ ვერ შეედრება იმას, რასაც ვაკეთებდი აქამდე ვერანაირ დარბაზში ვარჯიშს, ვერანაირ იოგას, პილატეს და ასე შემდეგ. ფიზიკური დატვირთვა იყო ალბათ ყველაზე რთული, თუმცა გულწრფელად რომ ვილაპარაკოთ, ალბათ ჩემთვის უფრო რთული იყო ემოციური კუთხე. გამძლეობა ის რომ ყოველთვის კონდეს ეს მუხტი შენარჩუნებული და არ დანებდე.
ბოლომდე იბრძოლო. სოფო, როდის იწყება ემოციური რყევები? აი რას გულისხმობ? როდესაც ძალიან გადაიღლები თუ როდესაც რაღაც არ გამოგდის, როდესაც ფიქრობ რომ არ არის ეს X არ ახარ სადაც უნდა იყო, თუ როდესაც ჟიური შეფასება არის ისეთი რომელსაც შენ ფიქრობ რომ არ იმსახურებ. ყველაფერი ერთად. პირდაპირ ეთერში რომ გამოდიხარ და ეს პირველი ნერვიულობა, როდესაც ხედავ რომ შენი გულშემატკივარი ისა იაზრებ იმას რომ ძალიან ბევრი ადამიანი გიყურებს პირდაპირ ეთერში და იცი რომ კარგად უნდა იცეკო და ძალა უნდა მოიკრიბო და ყველანაირი მაქსიმუმი დადო სცენაზე. მე გრძელდება ემოციური მუხტის ცოტა დავარდნა, ალბათ როცა რაღაცები არ გამოგდის, იღებ ტრავმას, დიდს თუ პატარას და ესეც მოქმედებს, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად, მაგრამ ასე ზამთ ესეც პროექტის ნაწილია ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ კი არა, კეთყობოდა რომ ძალიან ამაყად და მაგრად გაუძელი ამ ყველაფერს და გაუძლებდი კიდე ძალიან დიდხანს დარწმუნებული ვარ, არ დაყრიდი ფარხმალს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხა შენ თქვი გულშემატკივრები და პასუხისგებლობა მაყურებელთან ვინც გიყურებს. ალბათ შენი მეგობრების დიდი ნაწილი, შენი ნაცნობები, შენი თაყვანისმცემლები არ იცოდნენ რომ შენ ამ პროექტში იღებდი მონაწილეობას. ხო ყველას ვერ გააფრთხილებ და აი რა გამოხმაურება მოყვა თუნდაც უცხო ადამიანებისგან, შენი მეგობრებისგან, ახლობლებისგან, დავიწყებული მეგობრებისგან. აი რა მოხდა, როდესაც გამოჩნდი და გაანაცე. საიდუმლოდ ინახავს ხოლმე იმედი პირველ პირდაპირ ეთერამდე არავინ იცის ხოლმე ვინ არის ჩვენ ძალიან ვცდილობთ ხოლმე რომ გავიგოთ და ვერ ვიგებთ. ხო, ესე ძალიან საიდუმლოდ არის ხოლმე ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ბევრისთვის მოლოდნელი იყო. მაგრამ ბევრს არ გაკვირვებია, იმიტომ რომ ყველამ იცის რამდენად მიყვარს ესეთი რაღაცები და ნებისმიერი გამოცდილება რომ ჩემთვის საინტერესო იყო. ბევრი მგულშემატკივრობდა, რა თქმა უნდა, ბევრი კი არა, ყველა ალბათ ვინც მიცნობს, ყველა ჩემს მხარეზე იყო. გულთბილ მესიჯებს იღებდი და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. კი, ყველაზე გულწრფელი ემოცია რეალურად და ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ეთერში მიყურებდნენ, ეს ადამიანები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდნენ ჩემთვის, იმიტომ რომ შენ ცხოვრების ნაწილი ხდებიან რეალურად და შენს ემოციურ ფონს იზიარებენ იმ მომენტში. შენ ხა უკვე დაიწყება რომ ქუჩაში უფრო მეტად გიცნობენ ვიდრე ადრე უკვე, იმიტომ რომ ვიზუალურად ჩემთვისაც კი სიურპრიზი იყო შენი გამოჩენა და მე არ ვიცოდი შენ როგორ გამოიყურები. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი იყო ესეთი. მოდი ხა გადავიდეთ შენს პროფესიაზე, გადავიდეთ შენს ბესტსელერზე, ორი სიტყვით მოგვიყევი. ეხა იქ შენი წარმატების შესახებ და მე დავაკავშიროთ, რომ აი ადამიანებმა, ვინც აიკითხეს შენი წიგნი და ვინც ამ კუთხით იყვნენ შენი თაყვანისმცემლები, უცებ რომ აღმოაჩინეს თუ იყო ჩემნისავით შოქში ვინმე რომ უცებ აღმოაჩინა რომ ეს წიგნის ავტორი, მათი საყვარელი ავტორი, ასე გამოიყურება, ესეთი გუგუა, ასე ვთქვათ, რომელიც ფანტასტიკურად ხო, რომელიც ფანტასტიკური ხო, რაღაცა სტერეოტიპები არის, რომელიც თავის დაუნებურად ჩდება, რომ აი ეს ადამიანი ესე გამოიყურება. ეხლა განსაკუთრებით ტექსტს კითხულობ, თვითონ ავტორსაც და პერსონაჟებსაც აი შენ თვითონ ხატავ რაღაცნაირად და ამიტომ ჩემს დახატულს არ გავდი და აი მაინტერესებს აი თუ მოხდა ამ კუთხითაც გამოხმაურება. ხო, გროსმაისტერი რეალურად ბევრად უფრო პოპულარულია ვიდრე მე. მე არასდროს მქონი ამბიცია იმისა, რომ მე გამორჩენილიყავი, ანუ ყოველთვის რაღაცნაირად საინტერესო იყო ჩემთვის ჭრილში ყოფნა ერთგვარად. წლების განმავლობაში იყო ეს წიგნი ბესტსელერი, მეორე ადგილზე იყო საქართველოში გაყიდვებით, მაგრამ მე უფრო იქით ვიყავი. ეხლა რა თქმა უნდა მაყურებელმა უფრო გამიცნო და ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ არსებობს იმის სტერეოტიპი, რომ თითქოს წიგნის ავტორი აუცილებლად ანუ 80 წლის უნდა იყოს, ან გარდაცვლილი უნდა იყოს, ანუ არ წარმოუდგენია მკითხველს, რომ შეიძლება ესეთი ახალგაზრდა ვიყო და ცეკვა შემეძლოს, მაგრამ სტერეოტიპებსაც ვამსხვრევთ. ძალიან კარგი, ძალიან მიხარია და აი ამ კუთხით გამოხმაურება მითხარი, როგორი იყო, რომ შენმა მკითხველმა როგორ მიიღო შენი ეს რაღაცა ახალი ვარსკვლავური ნაბიჯი? ჩემმა მკითხველმა სხვათა შორის რატომაც გაიგივა წიგნის პერსონაჟი მთავარი ჩემთან და ცეკვის ვიდეოები, რომელიც იდებოდა TikTok-ზე თუ Instagram-ზე თუ Facebook-ზე, ისე ქმნიდნენ და ამონტაჟებდნენ, თითქოს წიგნის პერსონაჟი ვიყავი მეც და ძალიან გამიკვირდა, რატომ ხდება ესე გაიგივება, ალბათ ასაკის გამო, არ ვიცი, რადგან წიგნის პერსონაჟიც მგავს ხასიათით, გარეგნობით ასაკით, ალბათ ამის გამო.
კი და მათი ფანტაზიებია შენ მათი საყვარელი წიგნია მათი საყვარელი პერსონაჟია შენც აგერ გაგიცნეს ისეთივე ვარსკვლავური და რაღაცნაირად აღქმულად დაგაკავშირეს და მე მგონი გაგიხარდა და რაღაცნაირი საინტერესო იყო ეს ყველაფერი ანუ მანამდე სულ სხვანაირი კომუნიკაცია მქონდა მკითხველთან მხოლოდ წიგნის შინაარსზე იმიტომ რომ წიგნის გვერდზე არც მიდევს ჩემი სურათი თუ როგორი ვარ ანუ არ ქონდათ წარმოდგენა და ეხლა ალბათ საერთოდ სხვანაირად დამინახეს და ძალიან მიხარია რომ სულ სხვა ამპლუაში წარვდექი მაყურებლის კითხვის ხარია როგორც შენს გულშემატკივარს დიდი მადლობა ნოეს ესეთ სიურპრიზებს გვიმზადებს ხოლმე და ესე ჩაგვიგდებს ხოლმე ხელში ესე ჩვენთვის უხილავ ვარსკვლავებს და ნამდვილად ამ პროექტის ერთ-ერთი აღმოჩენა ხარ და ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მონაწილე და ვისურვებდი რომ ძალიან დიდხანს ყოფილიყავი მაგრამ ეს არ არის შენი პროფესია და რაღაცა კარიერული წინსვლა ამ კუთხით რომ რაღაცნაირად დაგეწყო ამისთვის არ გაკეთებულა ეს ყველაფერი ისიც გააკეთე მე მგონი თავისი სიტყვა თქვა და შენ ცხოვრებაშიც და შენს რა თქმა უნდა ამ პროექტში დატოვე შენი კვალი. გული დამწყდა რა თქმა უნდა, მაგრამ ვფიქრობ რომ აწი აღარაფერზე ვინერვიულებ ცხოვრებაში, იმიტომ რომ პირდაპირ ეთერების წინ ისეთი მღელვარება იყო არ ვიცი ჩემს გონებაში სულში ხელში ყველგან რომ ეხლა უკვე ძალიან გაკაჟული ვარ ესე ვთქვათ. გასაგებია, ძალიან კარგი, ეგ ამის გამომუშავებაც ფანტასტიკური გამოცდილება არის. ორი სიტყვით მითხარი, ყოველთვის ეს პროექტი გამოირჩევა იმით, რომ მონაწილეები არიან ერთმანეთის მეგობრები და ერთმანეთს ძალიან ამხნევებენ და გვერდში უდგანან. ხო არ დაირღვა ეს წესი ამ სეზონზე თუ როგორ შეგიძლია დაახასიათო მონაწილეები? შეიძლება ცოტა ადრე გამოვედი და არ ვიცი მე რა იქნებოდა როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ჩემი ყოფნის დროს ისე დამეგობრდი ყველასთან, აი წინა გადაცემაში მკითხეს, ვის გულშემატკივრებოდა, მართლა გულწრფელად ვუთხარი, რომ ყველას იმდენად კარგი ურთიერთობა მაქვს ყველასთან და ყველა იმდენად კარგი ადამიანია და ყველა იმდენად თავის საქმის პროფესიონალი და შრომელი და მიზანდასახულია, რომ ყველას უგულშემატკივრებ პირდაპირ ეთერებში რომ ვივლი. ეს პროექტების რაღაცნაირი განსაკუთრებული ნაწილია, როდესაც შენ ახალ ადამიანებს ახალ მეგობრებს იძენ ასე ვთქვათ იმ შრომის გზაზე რომელსაც გადიხართ თქვენ სოფო ვერ გაგიშვებ ძალიან მალე დავბრუნდებით ცოტა ხანი რეკლამაზე გავიდეთ და ძალიან საინტერესო სტუმარით კიდევ შემოგერთდებით მეორე ბლოკში რა თქმა უნდა